მოგესალმებით მეგობრებო. ეთერშია გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი, პროფესორ ვაჟე კიკნაძესთან ერთად დღეს ვისაუბრებთ დემეტრე მეორე თავდადებულზე. სალამებით, გამარჯობა. გავაგრძელოთ საუბარი ჩვენი უკვე დაწყებული კაიხნის წინ და ერთი რამ მინდა რომ ცოტა უკან დაუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, სწორედ ეს მინდოდა შევამეთაუზო. ხო, იმიტომ რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორი მოჯანყე პიროვნების, წყია ჭალებში მოჯანყე პიროვნების შეფარება დავით ულუს, ისა დავით ნარინის მიერ და საქართველოს ამაზე არ გვესაუბრია და საინტერესო მომენტებია ძალიან. აი მაგალითად ჩრდილო ულუსიდან იყო ასეთი თეგუდარი, თუმცა როგორც შევამოწმე ამ პერიოდის ესე იგი ცნობილ ჟამთა აღწერელთან, ოღონდ არა ქართველთან, რაშიდ ad-dinთან, ჯამი ad-თავარიშ, ესეთი ის აქვს მას ჯამი, ქართულად ჯამია და თავარიხი კიდე თარიღი. ესე იგი თარიღების ჯამში ესე რო ვთქვათ, აი იქ უწერია რომ ეს თეგუდარი იყო ნეგუდარი და ეს ქართულ წყაროშია თეგუდარი. ნამდვილად ამაზეა საუბარი. და ნუ აქამდე არავის არ შეუმოწმებია რაშიდ ad-dinთან ეს ამბავი. იქ ცოტა ბუნდოვნად არის როგორ გაიქცა საქართველოში, ტყეში დაიკარგა ეს მომენტები ჯამთა აღწერას კარგად აქვს. ეს თეგუდარი საიდან დევნილია? ეს არის ოქროს ურდოსგან და თითქოს უნდა გადმოსულიყო ამ შემფარებლის მხარეზე, ანუ დავით ნარინის მხარეზე, მაგრამ მას სხვა მიზნები ჰქონდა და აი აბაღა ყაენის დროს თითქოს იგი გაიქცა დასავლეთ საქართველოში, აჭარა სამხრეთ გზით და დავით ნარინმა ის კარგად მიიღო და დიდი წვეულებაც გაუმართა თორმე იქ ჩამოთვლის ჟამთა აღწერელი, რომ მას მისი მიღების დროს 500 ძროხა დაიკლაო, 600 ცხენი და 2000 ცხვარი და ღორი. ესე იგი ძალიან დიდი რაოდენობის იყო ეს მიღება. მიღების დროს გაწეული ხარჯის და ხო, მე ღვინო უამრავი მოქონდათ და მაგრამ თეგუდარი იქიდან გადმოდიოდა დროდადრო დასავლეთ საქართველოსთან და აოხრებდა მესხეთს, ქართლს, ვითომ ამითი ზიანს აყენებდა ამ ხულაგუიანთა სამფლობელოს, მაგრამ ქართველები ზარალდებოდნენ და აბაღა მიწერა მერე მოკლედ, ამიტომ კი არა რომ ქართველები ზარალდებოდნენ, უბრალოდ რომ არ ღვევდა ის ფაქტიურად ამათ სუვერენიტეტს და მიწერა დავით ნარინს რომ ეს როგორ ხდება ეს და შეუკარი გზა და ნუ გადაუშვებ დასავლეთ საქართველოშიო. მართლაც შეკრა დავითმა დასავლეთ საქართველოს გზები და როდესაც თეგუდარი, მე ისევ თეგუდარს ვიხსენებ, რადგან ასია მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, დავითმა რო გზა შეკრა, აღმოსავლეთ საქართველოდან თეგუდარი შვილით ვეღარ გადავიდა იქ და შეიპყრო ამ ხულაგუიანმა ყაენმა და საინტერესოა, აი ესეც მივადევნე თვალი, რომ რაშიდ ad-dini ამბობს, რომ იგი გადასახლებული იქნა ასეთ კაბუდანის ციხეში ჩასვლა. კაბუდანის ციხე ყოფილა ურმიის ტბაზე. ყველაზე ერთი დიდი კუნძულია ურმიის ტბაზე, ეს არის სამხრეთი აზერბაიჯანი დღეს და აი აქ ჩაუსვია ციხეში, მაგრამ მერე გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუწყნარებია აბაღას. ამგვარად ეს ერთი ეპიზოდი, რომელიც აშკარად ცდილობდა ჩარეულიყო ფაქტიურად გარშემო პოლიტიკაში დავით ნარინი და ამის შემდეგ აბაღას განუდგა, აბაღა ყაენია ხულაგუიანი და განუდგა ვინმე ღალღური, ამის შესახებ რაშიდ ad-dinს არაფერი არ უწერია და ისიც მიიღო დიდის პატივით დავით ნარინმა, მაგრამ ისიც აღმოჩნდა, რომ თავის მოღალატე იყო და სრულიად არ ფიქრობდა
იმას რომ დავით ნარინის მხარეს ყოფილიყო. 30,000 კაცით ის და ასევე თვითონ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მოღალატე ფეოდალი კახაბერიძე ქუთაისს დაესხა თავს მოულოდნელად და დავით ნარინი თურმე ამ დროს აბანოში იყო და ძალიან მოასწრო იქიდან გამოქცევა რომ არ შეეპყროთ აი ამ შეფარებულ პიროვნებას. და ესე იგი დაანებეს იქ გაურობას თავი წამოვიდნენ, მაგრამ 2 წლის შემდეგ ისევ გაიმეორეს თავდასხმა, თუმცა უფრო ნაკლები შედეგით ვერაფერი იქ ვეღარ ნახეს, ვერც ვერავინ აიკლეს და აბაღასთან დაბრუნდნენ. ასე რომ ხო, რაც შეეხება კახაბერიძეს, ეს კაცი ატენის ხეობაში დამკვიდრდა და იქიდან დაიწყო ბოლოს მიმართა ისევ დავით ნარინს, რომ თუ შეიძლება შემიწყალე, მე ვინანიებ ჩემ ხოდოებსო და საოცარია რომ აპატია დავით ნარინმა. როცა იმდენი რაღაც ქონდა ჩადენილი რომ ალბათ არ უნდა ეპატიებინა, მაგრამ მალე გამოერკვა რომ ის ისევ ფიქრობდა გაეცა დავით ნარინი და რატო მოუვიდეს? არა და დავით ნარინის სხვა ეპიზოდებში აბსოლუტურად არავლეს გულშვილობა, საკმაოდ პრაქტიკული პოლიტიკოსია. ხო, აი აქ დავით ულუზე ბევრად უფრო პრაქტიკულია, ნამდვილად, უფრო დახვეწილიც ყველანაირად, მაგრამ აი აქ რამ იმოქმედა მასზე და რატო გამოიჩინა გულშვილობა ძალიან ძნელი სათქმელია. და ესე იგი დაუკავშირდა აღმოსავლეთ საქართველოს მმართველ ალინახს, მასთან ჰქონდა მიწერ-მოწერა. აი ეს რო გაიგო დავით ნარინმა, აქ უკვე მის დანდობა აღარ იყო მის მხრიდან. და მან კაცრად დასაჯა სამართალში ეწერა ძველ ქართულ სამართალში, რომ ასეთი მოღალატეს თვალები დასთხარა და ცალი ფეხი და ცალი თვალი ესე იგი მოაჭრა. ასე დამთავრდა ეს ორი შეფარებული პიროვნების ამბავი. ხა სამხრეთში ძალიან უცნაური მოვლენები გვაქვს ხო ჩვენ? ანუ გამომდინარე იქიდან რა საშინელი ტვირთიც აკიდეს ამ მოღოლებმა დამყრობილ ხალხს. ანუ ხასას და სინჯუს. ხასინჯუ. ხო, ესეც არ ეს ყური პრაქტიკა შემოიღეს და აი ულუს ეს ერთგვარი რაღაცა უტეხი და ერთგვარი რაღაცნაირი ბრიყული პოლიტიკიდან გამომდინარე მას სამცხის თაბაკთან გაუარეს და ურთიერთობა და პრაქტიკულად მან გადაწყვიტა რომ დამოუკიდებელი პოლიტიკა ქონოდა უკვე ასე თქვათ ილხანთა საყაენოსთან და ბოლოს ეს დამთავრდა იმით რომ ხასინჯუდ გამოცხადა ანუ გაითავისუფლა გადასახადებისგან თავი მაგრამ ამავე დროს ჩამოცილდა საქართველოს ერთიან საქართველოს ხო აი ეს იყო სწორედ ხასი და ინჯუ ორი სხვადასხვა ენიდან არის ეს ტერმინოლოგია და ფაქტიურად მოხდა სამნაწილად ამ დროს საქართველოს დაყოფა დასავლეთ საქართველოში გაიქცა დავით ნარინი და სამცხეთს ჩამოცილდა საქართველოს მართლაც ძალიან არასწორი რბილად რო ვთქვათ პოლიტიკის გამო დავით ულუსი. აი ეს მართლაც საჭირო იყო ეს გვეთქვა და ეხლა უშუალოდ დემეტრეს დაუბრუნდეთ. ხო, დემეტრე ავიდა ტახტზე საკმაოდ რაღაცა რთულ ვითარებაში. ურთულეს. ძალიან პატარა, ანუ არასრულწლოვანი დასვეს. ანუ 1270 წელი უფროსი ვაჟი იყო ალბათ ჩაფიქრებული მემკვიდრეთ, მაგრამ ის სიბაზე დაიღუპა გიორგი და სამწუხაროდ ქართველ მეფეებს უწევდათ სამხრეთის საზღვრის დაცვა, სადაც გადიოდა ეს სიბას ხაზი მდინარესთან და ჩალანოზუნ. დიახ, ჩალანოზუნთან და აქედან გამომდინარე ალბათ იქ რაღაცა მუსლის ტიპი იყო, ალბათ ასე ვარაუდობს ხო ისტორია. ჯერ ვაჟი დაიღუპა მეფესთან. თითქოს გამოსწორდა, მაგრამ მე ისევ შეუბრუნდა და მე თვითონ მეფე დავით ულუც შეეწირა ამ მოარულ სენს. ნუ იხეთება არ იყო დაცვის საშუალება, ისეთი პირობები იყო მთელი წელი თითქმის იქ უნდა ყოფილიყო და ასე გარდაიცვალა დავით ულუ და რაც შეეხება დემეტრეს, იგი 1259 წელს, როდესაც დედამისი დასაჯეს სიკვდილით გვანცა, ის იყო დაახლოებით 3 წლის, ესე იგი სულ პატარა. და
ის ჩააბარა მოსავლელად მამამ ტარსაიჩ ორბელს რამაც მე შემდეგში კონფლიქტი წარმოშვა რადგან ეს ორბელები იყვნენ დაჟილები თავის დროზე ხო როცა შეთქმულებაში იღეს მონაწილეობა იმ კეთილ დროს ნეტა კიდე ის დრო ხო და ასე რომ ეს წამოწევა ხელმეორედ ორბელიანთა და როდესაც ის მცირეწლოვანი მთელი საქართველოს მას დაუქვემდებარეს ის ჯერ რეალურად ესე იგი დემეტრეს არაფერს წარმოადგენდა და ფაქტიურად მას დაუნიშნეს ასეთი მეორვედ სადუნ მანკაბერდელი. ეს არის ძალიან უცნაური კაცი. ვინ არის ეს სადუნ მანკაბერდელი? რას ვარაუდობს ქართული ისტორიოგრაფია? საიდან ჩდება ეს? ესეთი ტერმინია შეთანხმული მედროვე, ხო? საიდან ჩდება ვინ არის? ხო, ეს არის თვითონ სახელი სადუნიც, ეს არ არის საკუთარი სახელი, ეს არის თარგმნელს ნიშნავს და ეს კაცი თავისი ნიჭით, რადგან კარგად ეხერხებოდა თარგმნას სხვადასხვა ენებიდან, მათ შორის ქართულიდან, უიღურულიდან, აი ასე შემოიჭრა ქართულ სინამდვილეში და ძალიან ის იყო თანაც ეცეთ როგორი ფულის დაზოგვა კარგად იცოდა, ფულის მშოვნა უფრო სწორად ძალიან კარგად ეხერხებოდა და აი მან მერე ამ პატარა დემეტრეს როგორც ქართველი ჟამთაღწერიან წოს მოივერაგა მისგანო მთავარი ქალაქები საქართველოს. აი მე მინდა ერთი წყაროც წავიკითხო მაყურებლებისთვის ზუსტად რომელიც აი ამ სადუნის შესახებ ნუ ხა ცოტა გათანამედროვებული ძველი ქართულია ალბათ უფრო კარგად გასაგები რო იყოს და წავიკითხო თქვენი ნებართვით. კი ბატონო. ამად ჟამსა სადუნ მანკაბერდელი განდიდებული იყო უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისას არამედ თუ შეიყვარა ყაენმან აბაღამ და იურვა მეფის დიმიტრისგან სადუნმა თელავი და ბელაქანი და მრავალი ქვეყანანი და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოსათა რამე თუ დღესთა მისთა არა იქნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლობა არცა დიდთა ნოინთაგან არცთა ელჩაგან მოდი არ მინდა რომ მოვაბეზრო მაყურებელს დიდი ტექსტიც აკითხვა ცალ-ცალკე გავარჩიოთ რას გულისხმობს ახლა აქამდე რომ მივედი და ისევ გავაგრძელებ ესე იგი რაღაცა მათრახის და თაფლაკვერის პოლიტიკა აი ზუსტად მან შეეძლო უკან დახევაც ეკლესიასთანაც კარგი ურთიერთობა დაამყარა როგორ რომ აი დავით გარეჯს ესე იგი გადასახადები რომელიც მონღოლებისთვის უნდა გადაეხადათ ამ მონასტერს უხდიდნენ და ეს იყო მისგან ნუ გასაგებია რომ ამის გამოა სწორედ ეს ჟამთაღწერელი ასე კარგად განწყობილი მის მიმართ როცა კარგად იცის სინამდვილეში მისი ვერაგი ბუნება იმიტომ რომ ნუ სიტყვა მოივერაგაც არ არის ის სიტყვა რომელსაც ჩვეულებრივ ხმარობენ და აი თელავი ნიშნულოვანი პუნქტი იყო თელავი მერე ესე იგი ამის გარდა დმანისი და ხო დმანისი მერე ცოტა შემდეგ და ესე იგი რა მოხდა აქტიურად მიუხედავად ყველაფრისა ჟამთაღწერლის გულიც მოიგო როგორღაც ამ პიროვნებამ და ამიტომ არის რომ მისი შეფასება საკმაოდ ამბივალენტური. კი, ამბივალენტურია, ესე იგი, ცუდიც არის, მაგრამ კარგად განაგებდაო და ეს საინტერესო ნათქვამია, იმიტომ რომ ის საერთოდ რისი გამგებელი იყო, არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც სამეფო გვართან, არც ესე იგი, მმართველობასთან, მაგრამ ну თავისი პიროვნული თვისებების და იმის გამო რომ დემეტრე მცირეწლოვანი იყო, მან შეძლო აი ეს აი გავაგრძელებ. მეფემან აღაშენა პალატესა შინა მონასტერი ისანთა. საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისასა. შეამკო განგებითა დიდითა და შესწივნა ყოველნი ზუარნი და განუჩინა მონაზონთა საზრდელი სამოსელი, განაგო განგებითა კეთილითა. და წარვიდა ურდოსა მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხვი მეფესა. განზრახვითა სადუნისასა რქუა მეფესა, ანუ უთხრა მეფემ სადუნმა უთხრა მეფეს. უკე თუ მომცეთ მანისი მე მივცე საფასე ყაენსა. ისმინა მეფემან და მისცა დმანისი და მიმდგომი მისი უმეტესნი განდიდნა სადუნი. ხოლო იქმნა კეთილიცა საქმესა მონასტერსა
და გლახაკთა მიმართ მსახურებდა მეფეს დიმიტრის განდიდდა დიდად ლაშქრით სიმდიდრით ოქრო ვერცხლითა ჯოგისა და ხვასტაგისა არა იყო ურიცხვი რამე თუ იყო კაცი ესე მშუებელი კეთილად გამგონე ბრძენი რამე თუ ყაენი აბაღა ისმენთა სიტყვათა მისდა ეს რე მშვიდობა ქვეყანასთან ყოვლის კერძო იყო მშვიდობა მოხედნა ღმერთმა წყალობით მოსავთა მისდა იყო სიუხვე პურისა ღვინისა მეფე დიმიტრი განაგებდა სამეფოს საქმეთა ვითარცა მოიცალეს მცირე ჭირთაგან და განისვენებდეს და მიდგნეს გზისთან საღვთოსა იწყეს განდგომად რამე თუ მეფემან მოიყვანა 3 ცოლი აგრემან სადუმან მოიყვანა 3 ცოლი და ამ თავართა იწყეს მიტაცება სოფელთა და აგარაკთა ამით უწესოებას და ამხილებდა ნიკოლოს კათალიკოს ახლა რამდენ რაღაცას მივადექით ჩვენ პრობლემას პირველი სადუნ მანკაბერდელი ძალიან გავს ლიტერატურულ პერსონაჟს რა თქმა უნდა არ იყო მიხეილ ჯავახიშვილის შთაგონება სადუნ მანკაბერდელი მაგრამ მაინც პატარა პარალელი ჯაყო ანუ რომელმაც შემოვარდა რაღაცა ტყიდან და ეს უძველესი ისტორიის ოჯახის ქონება მიიტაცა მაგრამ რომ მიიტაცა სოფელში მომხრეების გაიჩინა იმიტომ რომ სოფლის საქმესაც აკეთებდა იქ ხო რაღაცა იქ უნდა დაფინანსება ჭირდებოდა წავიდოდა იჩილებდა იმას და იწუწუნებდა რაღაცას გააკეთებინებდა მე კიდე ამათ ორჯერ და მეჯერ მეცართმევდა იმიტომ რომ მე ხარჯი მქონდაო რაღაცა ესეთივე არაჩვეულებრივი პრაქტიკა და ტაქტიკა აქვს ამ ადამიანს ну რა თქმა უნდა ჯაყუ არ იყო ორიგინალი შემთხვევაში მაგრამ კიდე მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ალბათ იმ პერიოდში უკვე გაჩენილი ზნეობრივი გადაგვარების ძალიან სერიოზული პრობლემა ესეც მრავალცოლიანი 3 ცოლი ყავდა კი და მაგს მიბაძა ერეკ ისა დემეტრემაც და მაინც რომ აი სწორედ ეგ არის საინტერესო რომ იგი მან ისე იმდენი ქონება დააგროვა რომ მეფეს არ ქონდა ამდენი და როდესაც მას უჭირდა მას შესთავაზა რომ მე გადავიხდი შენ მაგევრად ფულს მაგრამ მე დმანისი მომეციო ესე იგი ფაქტიურად ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები ჩაიგდო ხელში და მიუხედავად ამისა აი რაღაცა რბილად იხილავს მაინც ჟამთაღწერელი იმიტომ რომ აი თუნდაც მე წერია ისიც რომ 12 უდაბნო გარეჯის 12 უდაბნოს კეთილი ყომ ისინი ანუ ესე იგი ყალანი და მალი მათ დაუნიშნა ესე იგი ის რასაც აკრეფავდნენ რომ უნდა მონღოლებისთვის გადაეხადათ ეს ყალანი საერთოდ იყო სამხედრო ვალდებულება მაგრამ ბოლოს შეიცვალა ფულით ისიც და ესე იგი ფულით რასაც აკრეფავდნენ ეს ყველაფერი მონასტერს უნდა გადასცემოდა და ეს იმხელა დიდი შეღავათი იყო მონასტრისთვის რომ არ შეეძლო და ბევრი სიმდიდრის დაგროვების საშუალება რა თქმა უნდა პატარ-პატარა მედროვეები ძალიან ბევრი იქნებოდა იმ პერიოდის საეკლესიო სტრუქტურაში რა თქმა უნდა არა საეკლესიოშიც და საეროშიც მაგრამ ნუ ეხლა როგორც ჩანს ეს მაინც მართლა პატარა ჯაყო იყო თუმცა ბევრად უფრო ეშმაკი ვიდრე ჯაყო იმიტომ რომ აშკარად ეს განათლებულია ხო და არგად იყენებდა თავის მდგომარეობას და ბევრი ესე იგი იყიდნა მრავალი ქვეყანანიო მან გარდა იმისა რომ რასაც ჩამოთვლის კიდე სხვა ქვეყნებიც იყიდა მან ანუ სხვა ტერიტორიებიც იყიდა არის რა მე მგონი ახალციხელი და ახალციხელისგანაც იყიდა და ყარსში ანუ კარში გადავიდა საერთოდ თავის საჯდომად გამოაცხადა. ხო, წარმოგიდგენიათ, ანუ ეს ქალაქი რამდენი კონფლიქტის მიზეზი იყო და ამან ესე მოახერხა ხელში ჩაგდება. და ესე იგი ნიკოლოს კათალიკოსი რომელიც ამ დროს იყო ამხელდა ომას და საერთოდ განკვეთა ფაქტიურად მაგრამ მან არაფერთ არ მიიჩნია ეს განკვეთა და გააგრძელა თავისი მოღვაწეობა ისევე როგორც თარგმნობა რომ დემეტრეს ფაქტიურად იგივე მიბაძა დემეტრემას და 3 ცოლი მოიყვანა ერთდროულად ესეთი ძირითადი ხელმძღვანელი პირები რო ესეთ უზნეობაში არიან ეს ხო თანარჩევ თლიანად მოქმედებს საზოგადოებაზე როგორ მოქმედებს იმიტომ რომ მიბაძვის მაგალითი თავად არის უკვე რა ვიცი მეფე და მისი პირველი კარისკაცი აი ასე იქცევიან და მართლა ძალიან ძიმე სიტუაცია შეიქმნა იმიტომ რომ
ეს სამცოლიანობა, ხო, ეხლა დღეს ზოგჯერ ამბობენ, რომ იმიტომ რომ ამ ქვეყნებთან უნდა და კარგი ურთიერთობა. ნუ ეს ყოვლად მეუღებელია, სამცოლიანობით ურთიერთობა ქვეყნებთან არ ხდება, არ არის ეს სწორი. და ამგვარად ესე იგი ნიკოლოზ კათალიკოსი ბოლოს გადადგა, თვითონ გადადგა, რადგან ვერ გააკეთა რაც უნდა. ეხლა დემეტრეს ცოლები. ხო, დემეტრეს ყავდა 3 ცოლი, პირველი ეს იყო დიახ, თქვენ მზადეთ. დიახ, ნუ თუ გინდა თქვენ თქვით, ესე იგი ეს არის პირველი ტრაპიზონის. ხო, ტრაპიზონის ეს იყო იმპერატორის ასული იყო, რომელსაც შეესწინა 4 ვაჟი, დავითი, ვახტანგი, მანუელი, ლაშა და ერთი ქალიშვილი რუსუდანი, რომელიც შემდეგ გაათხოვა პოლიტიკური მიზეზით, ხო? დიახ. მეორე ცოლის მონღოლი სილღარისგან ჰყავდა 2 ვაჟი, დიახ, სოლღარისგან მოვადიეთ, ბაადურ და იადგარი და ერთი ქალიშვილი ჯიგდა ხათული. და მესამე ცოლად კი დემეტრე მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა, რომლისგანაც შეეძინა ვაჟი, რომელსაც შემდეგ გიორგი ბრწყინვალე ეწოდა. აი აქ მესამე ქორწინებაში არის ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპონენტი. ამ ქორწინების შემდეგ სამცხეზე გავლენა თითქოს ისევ დაბრუნდა. აი ეს მე მგონი მოახერხა დემეტრემ, იმიტომ რომ მან სამართლის სიგნით შეადგინა. კი. მექამ და იქ რაღაცა, ანუ ძალაუფლებრივი მიმართება აღიარებული აქვს, რომ მე მეფეს ვემორჩილებიო. ხო, და ნუ საბოლოოდ გიორგი ბრწყინვალემ და იმორჩილა ისევ როგორც ჟამთაღწერელი წინასწარ გვეუბნება, რომ მე გიორგი ვიდრეს ჟამთამდე გიორგისო. ნუ ეს აქ ნამდვილად იყო რაღაც ჩადებული, მაგრამ ნუ ეს მაშინ შეეძლო ეს ერთი ცოლი მოიყვანა და არა 3 ერთდროულად, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ეს ძალიან დიდი დარღვევა იყო და ამგვარად აი მართლაც მთელი მოსახლეობა შეხურებს მეფეს, ხო? და მეფე კიდევ ასე იქცევა. ასე რომ უკვე ძალიან ცუდად არის საქართველოში საქმე, განსაკუთრებით მორალურად, მერე ეკონომიკურად ყველაფერი ერთმანეთს მისდევს და მოსახლეობა ძალიან გაღატაკდა და ფაქტიურად აი ის ძველი დიდება სადღაც ძალიან სწრაფად გაქრა იმ მე-12 საუკუნის დიდება. და ნუ რაც შეეხება ნათელას, ნუ მას დიდად აქებს და ნუ გიორგი ბრწყინვალესაც სამწუხაროდ აღარ არის გაგრძელება ჟამთაღწერლის მერე როცა დამოსცა ყოველი საქართველო და ყოველი მთავარნი საქართველოსანი და იწყო მთიებმა აღმოჭრება და აი ამ ფრაზაზე მთავრდება, ესე იგი გაწყეტილია ტექსტი, ან ვეღარ მოასწრო და რაღაც მოხდა, ან და დაიკარგა ის შემდეგი ტექსტი. და ყველაფერი აქედან მოდის, რომ აი მესამე ცოლად მოიყვანა ნათელა და აქ კათალიკოსმა ანტონმა გადაწყვიტა რომ გადამდგარიყო, ხო? და დაუტოვა ნიკოლოზ და დაუტოვა აბრამს, ხო? აბრამ ჯვარის რომელიც გახდა მერე. ხო, ანუ რაღაცა აი მორალური რაინდობა მაინც არის. აი ამ პატარა ეპიზოდში თანამდებობას არ უნდა გამოკიდებია, ანუ იქაც რა თქმა უნდა იყო ძალიან კონკრეტული სინათლის ეპიზოდებიც. და ამას კარგად აღნიშნავს ჩვენი ჟამთაღწერელი. ესე იგი მერე რა ხდება? ეხლა ბევრი არაფერი არ ვიცით, ეხლა რამდენჯერმე იყო მონღოლებისგან დაბარებული და გაყვანა. სანამ მან მივიღოთ ერთი ეპიზოდი მინდა კიდე გადავამოწმოთ თქვენთან. ანუ დემეტრეს საკმაოდ რთული ურთიერთობა ჰქონდა შემდეგ ეკლესიასთან. ხო? და იყო ეპიზოდიც მე რამდენადაც მახსოვს, შეიძლება თქვენ შემისწოროთ, როცა გამომდინარე აი ამ საშინელი ეკონომიკური დეფიციტიდან ქონდა მას მცდელობა, რომ ეკლესიის ქონებაზე გარკვეული რაღაცა ზემოქმედება მოეხდინა და იმ სიმდიდრეზე მიტაცების რაღაცა კონკრეტული მცდელობა და იქიდან ძალიან მკაცრი რეაქცია იყო თუ არა დემეტრე არ არის მე მგონი დადასტურებული, მაგრამ შეჩვენების რაღაცა მცდელობაც იყო დაწყებლის. აქ არ წერია, მაგრამ აშკარად არის კეთილგანწყობილი ძალიან დემეტრეს მიმართ და აი ასეთ ფრაზას ამბობს, რომ მრავალი სიკეთით ესე იგი აღსილი მცირედ ბოროტებად მიდრგა და 3 ცოლი მოიყვანა. ეხლა
იქ ლაშა გიორგის მიწაში ძდებს და ამიტომ ის არ არის ჯერ არანაირად არც კანონიკურად და ხო ცოლი არ აქვს ხო და სამი ეტიკეტია მარტო აი მაშინ მე ადრეც ვთქვი ეს და ეხლაც გავიმეორებ რომ ივანე ჯავახიშვილმა შეამჩნია ეს აშკარა შეუსაბამობა და დაწერა რომ თუ მე მაგალითად დემეტრეზე მეტად უფრო მაღლა ვაყენებ ლაშა გიორგის რომელმაც ერთი ცოლი ნუ ის ოფიციალური არ იყო მაგრამ ერთი ცოლი მოიყვანა და თავისი სქესობრივი გრძნობა სამს არ გაუნაწილა როგორც დემეტრემ ესე იგი აქ აშკარად აი ეს არის კოლიზია რომ რანაირად შეიძლება რომ მეფე რომელიც აი ასეთი დიდი სიკეთით არის ახსილი უცბად სამი ცოლი ერთად მოყავს ხო ეს ძალიან რთული საკითხია თან მით უმეტეს ვიცით ეს ტრაგიკული ისტორია როგორ სრულდება და ამასთან სრულ წინააღმდეგობაში მოდის აი ეს მორალური დეგრადაციის ეპიზოდი ხო? ხო მას ამხილებდნენ საეკლესიო პირები რომ ძალიან ცუდად დამთავრდებაო შენი ცხოვრებაო და ნუ მე ამბობ ჯამთაღწევარი აღსრულდა და იმიტომ მოხდაო ეს ყველაფერი და ნუ შემდეგ ესე იგი რაღაც რამდენჯერმე გაიწვიეს ეგვიპტის სანამ აქ მივალთ მაინც ისიც ვახსენოთ რომ სადუნმან კაბერდელი როგორც იქნა 1282 წელს მოკვდა 90 გარდაიცვალა და არ ვამბობ გარდაიცვალა მოკვდა და რომ მოკვდა მის შვილს ათაბაგობა არ თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდია ალბათ იმ მომენტში შეიძლება უმნიშვნელო ეპიზოდიც იყო მისი თანამედროვესთვის როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მოიცილეს მაგრამ ამის პასალარობა მიცეს ხო? კი მაგრამ ძალიან რთულად დაუბრუნდა შემდეგ გავაქცევთ მე მართლაც ისე ტარსაი ჭორბელს მისცა ეს ათაბაგობა და დარწმუნებული იყო ყუთლუბულღას ხათაშორის ესეც იმასთან რაშიდადიდან არის ნახსენები როგორც ყუთლუშაჰი და ჟამთაღწერელს ერთ-ერთ ვარიანტად ყუთლუშაჰ აქვს მაგრამ ნუ რახან შეარჩიეს მთავარ მის სახელად ყუთლუბულღა ასე მოიხსენიოთ თორე უფრო სწორი იქნებოდა ყუთლუშა ანუ ყუთლუშაჰი ნუ ყუთლუბულღა მე როგორც გვეუბნება ჟამთაღწერელი ეს გულში ჩაიდო და შემდეგ ძალიან ცუდად მოუბრუნდა დემეტრეს აი ყველაზე მნიშვნელოვანი აი დემეტრეს დასჯისას არის აი მისი დასჯის მომენტი აღწერილი სანამ დასჯამდე მივალ დემეტრეს სერიოზული ბრძოლები გადახდა რომელიც სულ არ ეხებოდა სამწუხაროდ საქართველოს ამოცანებს ეს იყო ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ ორჯერ ფაქტიურად ნუ ერთხელ თვითონ არ იყო და მეორე ქართული ჯარი იყო და მეორედ უკვე ესე იგი ფუნდუხტარ ბეიბარსის წინააღმდეგ ეგვიპტის სულთნის წინააღმდეგ თვითონაც იძულებული გახდა რომ წასულიყო და ბრძოლებში რომელსაც ხიმში ან სირიაში ხდებოდა ეს ბრძოლები დამარცხდნენ მონღოლები და ბევრი ქართველი დაიღუპა იქ სრულიად უაზროდ თან იბრძოდნენ ძალიან მონდომები და ხო აი ეს ეპიზოდი ჩემთვის ანოს ეს რატო გვახასიათებს ეს მაინც ეს თავის გამოჩენა და გატრაბახება თან სად ვისთან მისთვის არა უნდა პირველ რიგებში ყოფილიყვნენ ქართველები და ამიტომაც ძალიან დიდი ზარალი დამთავრდა 1291 წელს ისევ ომი იყო ეგვიპტესთან სადაც დემეტრე გაიწვიეს 25000 როგორც გვეუბნება ჟამთაღწერელი იყო მონღოლი და 6000 ქართველი ამ ბრძოლაში და ამასიასთან მოხდა ანუ ჰემსთან დარბუზაკთან ეს სირიაში და ნუ ფაქტიურად აქაც არაფერი ქართველების დიდი დანაკარგი მეტი არაფერი არ იყო და ესე იგი მანსურ სულთანი იყო ეგვიპტის მხრიდან და დამარცხდნენ მონღოლები ამასობაში აბაღა ყაენი გარდაიცვალა 1292 წელს და მისი ძმა აჰმადი გახდა მცირეხნით მონღოლების ყაენი სანამ მან მივალთ ერთი საკითხი მინდა რომ დამიზუსტოთ რატომ მარცხდებიან ხა ეს მონღოლები ესე წამდაუწომ უკვე და რა მოუხსნეს აი ამ
მამლუქებმა, ეხო ეგვიპტელებმა ისეთი, რაც მანამდე ვერ ახერხებდა ვერავინ და ვერ გამოისახა. ანუ თავად მონღოლებში მოხდა დეგრადაცია თუ მათ ტაქტიკას აუღეს ალბათ. როგორც ჩანს ორივე იყო. მონღოლებიც რაღაც ცოტა მოეშვნენ და იქიდანაც უკვე გაიგეს მათი ბრძოლის მთავარი არგუმენტები და საშუალებები. ეს ორივე ერთად იყო აშკარად. ნუ ახლა ჟამთაღწერელი ამაზე არაფერს არ ამბობს, მაგრამ ნუ აშკარაა, იმიტომ რომ მარცხდებოდნენ და თან ერთხელ რო დამარცხდნენ, მე მეორედ კიდევ ყველგან ფაქტიურად დამარცხდნენ და ეს ალბათ ორივე ამის შედეგი იყო, რაც თქვით, ხო. მე ესე იგი რო გარდაიცვალა აბაღა, ცოტა ხანი გაყაენდა, ნუ ჩვენ ეს ყაენები, იმიტომ გვინდა რომ ისინი წარმართავენ ყველაფერს ახლა. ხო, სამწუხაროდ. ხო და აჰმადი ავიდა ტახტზე, ეს მუსულმანი იყო აჰმადი და მან დაიბარა თავისთან დემეტრეც და იგი გაემართა შესახვედრად, თან წაიყვანა ხუტლუ ბუღად და ივანე მხარგრძელიც იქ წაიყვანა შესახვედრად აბაღასთან, ისა აჰმადთან და 1294 წელს, ეხლა ეს წლები მერე სხვა წყაროებთან შეჯერებით არის, სწორედ როგორც ვიცით, არ აქვს წლები. მხოლოდ თარიღებს ამბობს, როგორ რომ ამასვე თვესა, მარტსა და აპრილსა და არ ამბობს წელს ჟამთაღწერელი, ხო და 1294 წელს დაამარცხა მან არღუნი, ესეც ერთ-ერთი პრეტენდენტი ყაენობის და ეს უკვე ფაქტიურად ყაენი იყო არღუნი, მაგრამ დაამარცხა აჰმედმა პირველად, თუმცა ყაზვინთან ბრძოლაში, მაგრამ შემდეგ ხო არღუნის სხვათაშორის შეიპყრეს მაშინ, დემეტრე გამოუშვეს საქართველოში დაბრუნდა. და ცოტა ისინი მიიღო, ხო, შეღავათები აი ამ დახმარების გამო. ძალიან ცოტა რაღაც ბევრი არაფერი, მაგრამ ნუ მაინც რაღაცას აღნიშნავენ, ხო, თითქოს. ხო, მაგრამ ეს ალინაყი, ეს მონღოლი ერთ-ერთი ნოინი, რომელსაც ჩააბარეს აბაღა აჰმადმა, ღამით მოკლეს მონღოლებმა, დილით კი ისევ გააყაენეს არღუნი. და ამის შემდეგ გახდა, ნუ, საბოლოო ყაენი გახდა არღუნი. და ანუ გამოვიდა ესე რომ დემეტრე ხო, არასწორი ცხენია ირჩია სარბოლოდ, ხო, დობის. მაგრამ მაშინ მას ეს აპატიეს, თუმცა შემდეგ ძალიან ძიმედ დაუჯდა ის რომ აი ბუღა რომელიც არა ბუღა თურქი რომელიც ადრე იყო, მაგრამ ბუღა ნოინი მისი ახლობელი იყო და როდესაც ბუღას, ნუ ეს ჩვეულებრივი მონღოლური ის იყო წესი, რომ ყოველთვის შეთქმულება ხდებოდა და მე არცად დიდად არ იძიებდნენ, ვინ არის დამნაშავე, რატო არის ეს ყველაფერი და მაშინვე ჟდიდნენ. ალბათ ეს იყო მათი მართლობის და ლეგიტიმაციის განმტკიცების საშუალება, რომ სისხლი უნდა ეჩვენებინა ყველა ვინც გაიმარჯვებდა, ესე იგი გამოძიების გარეშე მოპწინააღმდეგეს პობდა საერთოდ. ხო, მოსპობდნენ და ამით აკრობდნენ ალბათ წინააღმდეგობასაც. კი, და აი სწორედ ბუღასთან მოკავშირეობის და თითქოს მოკავშირეობის გამო დემეტრეს დაიბარეს საყაენოში. ეს დემეტრეც წავიდა სხვათა შორის განსხვავებით თავის შვილისაგან, რომელიც დავით მერვე აღარ სანამ წავიდოდა ქონდა ხო მასას დარბაზთან. ხო, მან დარბაზი მოიწვია, ეხლა აი ეს ძალიან დრამატულად და კარგად აქვს აღწერილი ჟამთაღწერელს, რომ დარბაზს სთხოვა და კითხა, რომ აი წავიდე ეხლა თუ რა ვქნა და დარბაზმა უთხრა, რომ არ წახვიდე, თაში გაიხიზნე და იქ ვერავინ ვერ მოგწვდება. მაგრამ დემეტრეს მერე ათქმევინებს ჟამთაღწერელი ბიბლიიდან, რომ წარმავალ არც წუთი სოფელი ესე და ყველაფერი წარმავალია და ასე შემდეგ და ეს ახლა ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოიყენა და კარგად გააშუქა, ასე ვთქვათ, გააშუქა ბჭყალებში ჟამთაღწერელი. იმიტომ რომ ნუ ძალიან ისე დრამატულად, ფაქტიურად დემეტრე მისი აღწერილობის გამო არის თავდადებული. დანარჩენი არაფერი ისეთი არ გაუკეთებია. და როდესაც წავიდა მართლაც საყაენოში,
და აი ადრეც უახსენე ეს და ეხლაც მინდა ვთქვა რომ და წარხვა თანა წერს შემთხვეველი უდელმონაზონი მოსე გაზრდილი მისი ეს ძალიან დამაინტერესა ამ ფრაზამ იმიტომ რომ ეხლა შემთხვევით არაფერი მასთან არ არის ეხლა ზოგი ფიქრობდა თედო ჟორდანია რომ ეს შემთხვევით გაეპარა არაფერი არ გაეპარა ეს არის შეგნებულად მოტანილი ეს ფრაზა და ეს მოსე ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ უდელმონაზონია და თან გაზრდილი ანუ გაზრდილობა ეს იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი საინტერესო ინსტიტუტი, რომელზედაც ცოტა ჩვენთან ნიკო ბერძენიშვილმა თქვა პირველად, რომ გაზრდილობა, თანაშეზრდილობა მეფესთან ძალიან აახლოვებდა იმ პირებს, ვინც მისი შეზრდილი და გაზრდილები იყვნენ. და არ იყო ამაზე დიდი გამოხმაურება, დიდი აი ივან ჯავახიშვილს არაფერი არ აქვს ამაზე, მაგრამ ეს გაზრდილობა ნიშნავს, რომ აი კარზე, მეფის კარის დიდა თავის ერთგულ პიროვნებებს და აი ამ ერთგულ პიროვნებებს შორის არის ეს მოსე. და ძალიან საინტერესოა ამ მოსეს გამოჩენა, იმიტომ რომ შემდეგ მან რამდენჯერმე გამოიჩინა არაჩვეულებრივი თავდადება, მაგალითად ის რომ უნდათ დაესაჯათ, ხო, ჯერ აღწერს ძალიან კარგად აღწერს ჟამთაღწერელი და ვფიქრობ ეს არის თვითონ ეს მოსე, ძალიან საინტერესოდ აღწერს დასჯის მომენტს. ყველა დეტალი აქვს, მათ შორის რომ არგნითას CS, ანუ ეს სპეციალური ჯოხი იყო. სანამ წავიდა ხო რაღაცა ძვირფასეულობა წაიღო. მაგრამ სად ჩამოართვეს ეს ძვირფასეულობა, ანუ როგორც კი მევიდა, ეს ძვირფასეულობის მიირთმევის საშუალება არ მისცეს, კომპენსაცია გაუკეთეს, კონფისკაცია გაუკეთეს და იცე, მაგრამ მაინც შეიქმნა თითქოს და საშუალება, რომ შერბილებულიყო ერთგვარი რისხვა ყაენის. აი ეს როგორ მოხდა? ვინ იყო? თბილისიდან ჩამოიყვანეს ვიღაც ვის აღწერაო ეს კომპენსაციის მომენტი. ძალიან ბევრი სიმდიდრე აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ძიმე მდგომარეობაში იყო. და სარტყელი იგი დიდფასისა. ამასაც კი ამბობს, რომ ყველა მიცოდა, რომ რაღაც ძალიან ძვირფასი სარტყელი ჰქონდა. და ისიც ჩამოართვეს. ნუ ეს ალბათ ჩვეულებრივი მაშინ ამბავი იყო, რომ დასჯილებს მთლიანად ართმევდა, კონფისკაცია იყო მათი ყველაფრისგან და ყველაფრისა მათი კუთვნილების და აი ასე მოხდა მის დემეტრესთანაც დაკავშირებით და მერე არგნითსესო დემეტრესო ეს არგნიცემა არგანი ეს არის ჯოხი სპეციალური რომელიც სამართლის განსახიერებაა და ის რომ დაარტყეს დემეტრეს ეს ნიშნავდა რომ თითქოს შეიწყალეს და ყველა მიფიქრა რომ აღარ დაჟიდნენ მაგრამ ეს აღმოჩნდა ყალბი თან დემეტრე როგორც აი დიდი ტრაგედიის გადამტანი პიროვნება დედა ნუ შეიძლება სამი წლის ბავშვს ალბათ ამახსოვდებოდა რომ დედა ყავდა და დედა მოუკლეს და მისი ვაჟიც იყო იქ მისი ვაჟიც იყო დავითი და პრაქტიკულად იგივე ტრაგედიის შემსწრე იყო უკვე მისი ვაჟი და ახლა დემეტრეს სიცოცხლის ბოლო წუთები ალბათ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება და იმ განცდითაც რომ თავისი შვილი ხედავდა იმას რასაც თავად ხედავდა ახლა კი მაგასაც ვიტყვი ამ შვილზე ყოველ შემთხვევაში ესე იგი იმისი თქმა მინდა რომ ძალიან დაწვრილებით აქვს აღწერილი ეს სცენა და ამიტომ ვფიქრობ რომ ის მოსე სწორედ ეს არის თვითონ იმიტომ რომ ჯერ ერთი მოსეზე არავითარ კეთილ სიტყვას არ ამბობს რაც არ ახასიათებს ამ აღწერას ყოველთვის როდესაც ეკლესიის და მეფის მიმართ ვიღაც კარგ საქმეს აკეთებს ის ძალიან დიდად აფასებს ამას და აქ ამბობს უბრალოდ მოსე ღვთელმონაზონი გაზრდილი დემეტრეს თავი არ შეიქო ხო თავი არ შეიქო სავარაუდოდ კარგი ჰიპოთეზაა ეს რომ შეიძლება ჟამთაღწერელი იყოს ეს მოსე და თანაც ამბობს აი ესეთ დეტალებს რომ იქ აზიარეს დემეტრე და სხვა დიდებულები ვინც იქ იყვნენ გავიდეს გარეთ ესე იგი თვითონაც იქ არის რომ გარეთ გასვლა ეხლა თუ იქ არ ახარ ეს არ არის ისეთი მომენტი რომ ეს აღნიშნო სხვები გავიდნენ და დემეტრეს თვალიდან წრემლი წამოუვიდა ბოლო წუთშიო თითქოს ყოჩაღობდა მაგრამ მაინც იქვე იყო ხუტლუ ბუღა ანუ ხუტლუ შახი და მასაც უთხრა რომ თუ შეგიძლია ყაენის წინაშე მიშუამდგომლეო ესე იგი
ძალიან შეკრთა ამ დროს უკვე და გადაწყვეტილი იყო მისი დაჟა და ამიტომ ხუთლუბუღამ თვითონ ცრემლი გადმოყარა, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია აბსოლუტურად და რაც შეეხება მოსეს, მე ეს თავი მოკვეთეს დემეტრეს და შვილი დავითი რომელიც იქვე იყო და მისი დაჟაც უნდათ, მაგრამ აი ამ მოსე ტაჩარ ნოინს მიხვარავდა. ეს ტაჩარი, ანუ თოღაჩარი, ცნობილი ნოინია და ამას საინტერესო დეტალს ამბობს, რომ ტაჩარს მიხვარეს, რომელსაც ტაჩარი, ანუ თოღაჩარს და შევედრაო, რომ დაიცავი ეს უდანაშაულო ყრმა და მანაც გულთან მიიტანა ეს თხოვნა და თავის ესე იგი ხოჯას, ანუ მის კარისკაც თავისას გადასცა და ეს ხოჯაო შემდგომში გახდა დიდი პირი, ესე იგი დივანის პირველი პირი, დივანხანის უფროსი. ანუ დივანი ეს საერთოდ ეს არის სახელმწიფო დაწესებულება ამ შემთხვევაში საფინანსო დაწესებულების და ცნობილია თურმე მართლაც რომ მისი ხოჯა ანუ მისი ახლობელი იყო ასეთი სადრ ადინ ალ-ხალიდი და ეს მართლაც 1292 წელს გახდა დივანის უფროსი და აი ამას გვეუბნება სხვათა შორის თითქოს სამთაღწერელი და ესე იგი მთელი დეტალები იცის ვინ და რა და როგორ და ხო ცხადია რომ ალბათ მომსწრია ამ ყველაფრის ალბათ მომსწრია და ესე იგი დავითი გადაარჩინა და მერე დიდი ხნის მანძილზე არაძლებდნენ უფლებას რომ დემეტრეს გვამი წამოეღოთ იქიდან სადაც დასაჯეს დემეტრე რატო დასაჯეს და რატო არ შეიწყალეს რა უთხრენ ყუთლუბუღამის ხო აი ყუთლუბუღას ქონდა როგორც ახლა გვეუბნება ჟანთაღწერელი რომ ყუთლუბუღამ ძალიან ცუდი როლი ითამაშა და თქვა რომ აი მე მყავს კანდიდატი რომელსაც გადმოვიყვან დასავლეთ საქართველოსდან ეს იყო ესე იგი ვახტანგი მეორე წოდებული და აი გავაერთიანებთ ასე ფაქტიურად თქვენი ეს ხო ნარინიშვილი ხო ნარინიშვილი და აი ასე გავაერთიანებთ საქართველოს და მთლიანად მე მოხარკე იქნება შენია ხო და აი ეს არგუმენტი მოეწონათ ძალიან და როგორც ჟანთაღწერელი გვეუბნება ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ დასაჯეს დემეტრე თუმცა მაშინ აი სტალინური რეპრესიების არ იყოს ვინ უყურებდა ვინ გადარჩებოდა ვინ დაიჯებოდა ძალიან ხშირად ზოგიერთი გამოძვრებოდა მაგრამ ძალიან ბევრი იჯებოდა სრულიად დაუსახურებლად აი ასე მოხდა დემეტრეს დროსაც და მისი გვამი დიდი ხნის მანძილზე არ აძლევდნენ ქართველებს რომ წამოეღოთ და დაესაფლავებინათ შესაბამისად როგორც იმსახურებდა ქართველი მეფე და მოსემ ისე ყოველგვარი ტერმინის გარეთ ჩამბობს უბრალოდ აი მოსემ და კათალიკოსმა დაიქირავეს ხალხი ანუ ფული გადაუხადეს ესე იგი გარკვეულ პიროვნებებს და თვითონ მოსეც წავიდა ამ პიროვნებებთან ერთად და მოიპარეს ღამით ეს დემეტრეს გვამი და აღმოჩნდა რომ იქ მუღანის ველზე სადაც ეს მოხდა დაჟა იქ იყვნენ ქართველი მეთევზეები სად მოხდა დაჟა აი მუღანის ველი ეს არის სადაც მტკვარი და არაქსი ერთებიან აი ამ ადგილას არის ეს მუღანის ველი და აი აქ მოხდა დაჟა და ეს ქართველ მეთევზეებს გამოატანეს ზემოდან თევზი დააყარეს და მოიტანეს და სვეტიცხოველში დაკრძალეს დემეტრე და აი მოსე აქაც აქტიურად არა მარტო იყიდნა კაცნი, არამედ თვითონაც გაყვა ამ ხალხს, რაც ძალიან საშიში იყო რომ შეეპყროთ მასაც დაჟინდნენ. და აი ასე რომ ეს მოსე ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელსაც არასოდეს არავინ არ მიაქცია ყურადღება და ჩემის აზრით კიდევ ერთხელ მინდა კიდევ ერთი არგუმენტი მოვიტანო მასთან დაკავშირებით. რომ აი შემდეგ იგი ყვება ასეთ რამეს ჟანთაღწერელი რომ აი ნახეთ მე ეს ტაჩარი ანუ თოღაჩარნოინი რომში დანიშნეს მოადგილეთ ერთ-ერთ ხელმძღვანელად და
აჯანყდა ის მონღოლთა წინააღმდეგ და იმის ნაცვლად რომ ეს ტაჩარი და თოღაჩარი დაასახელოს შამთახწერელი ამბობს რომ განდგა ქალაქი ტუნღუზალო რამაც გამოიწვია დიდი დაბნეულობა ივანე ჯავახიშვილისაც და მარი ბროსესიც რომ ტუნღუზალო რა შუაშია როცა ვიცით ვინ არის ამ განდგომილების მეთაური ტაჩარი და რატომ არ ამბობს ტაჩარს იმიტომ რომ ტაჩარის წინააღმდეგ გააგზავნეს დავით უფლისწული მეფე არის ვახტანგი მეორე მაგრამ ის კი არ გააგზავნეს დასაჯელად დაიბარეს დავითი და მას უთხრეს რომ შენ თუ წახვალ ტაჩარის წინააღმდეგ ოღონდ ტაჩარს ასად არ ახსენებს და ტუნღუზალო და ბროსე და ჯავახიშვილი ამბობთ ალბათ ტაჩარი არის დამახინჯებული ტუნღუზალოთ მაგრამ ტუნღუზალო ქალაქი არსებობს ნამდვილად არსებობდა ტუნღუზლუ არის სომხურ არაბულ თურქულ წყაროებში ასე რომ აშკარად მალავს იმას რომ ის იმ ტაჩარის წინააღმდეგ გააგზავნეს საბრძოლველად რომელმაც იხსნა ის დავითი და აი როცა ბოლოს გადაწყვიტა დავითმა წავიდა და შეიპყრო ეს ტაჩარი მერე და დაბრუნდა უკან და მერე უთხრა ყაენმა რომ ვინაიდან გახარ ერთგულებასაც ჩემსაზე და მომიცემია სამეფო შენთვისო ესე იგი პირდაპირ გამოცდა იყო ის ვახტანგს დაემართა ვახტანგ მეურეს ну ის ძალიან ცოტა ხანი იყო მეფეც სულ 2 წელი ფაქტიურად და ну გარდაიცვალა ისე რომ ფაქტიურად არაფერი არ ვიცით რა მოხდა მასთან დაკავშირებით და ასე ნარინის დინასტიას მერე ნენელა ძმები და უსპირდნენ და მერე დარჩა კონსტანტინე დარჩა და მიხელი და ესენი სულ სიცოცხლე ჰქონდათ ბრძოლა ერთმანეთში და აი საინტერესოა კიდევ ერთი საბუთი მოვიტანოთ რომელიც არ ყოფილა აი ამ ხრით განხილული რომ 1211 წელს უკვე დავით მერვეც გარდაიცვალა რომელიც სულ არაფრით არ გამოცხადა მონღოლებთან და სულ რამდენი უფრო დაწვრილებით გადმოხილოთ დავით მერვეს ჰქონდა ზუსტად იგივე გამოცდილება ზუსტად იგივე გამოცდილება რაც ვთქვათ დემეტრეს მაგრამ რამდენი დაიბარებდნენ მან იცოდა რომ იქ ალბათ დაიჯდნენ და ამიტომ გარბოდა და იმალებოდა მთაში მის შემთხვევაში ეს ფსიქოლოგიური რეაქცია აბსოლუტურად გასაგებია. ნახა მამა ნახა როგორ დასაჯეს და ეს ალბათ ახლა წიგნებიდან ესე მშრალი გონებით კითხვისას არ აღიქმება ის საშინელება, რას ნიშნავს რომ მამას თვალწინ მოგიკლავენ, ნუ ეს საშინელება. და თანაც მე მისი სხეულიც კი აკრძალული იყო საქართველოში და ჩამოესწრო. ალბათ გული და სულით ეზიზღებოდა მონღოლები და ხო, ალბათ მისი მხრიდან გასაგებია ის რომ მამის მოქმედება მან არ გაიმარა. ალბათ ეს იდეალიზმი არ უნდა მოვთხოვოთ. მე პირა ეს ჩემი აზრია. არა, მეც ვფიქრობ რომ ეს იმდენად დიდი ტრამვაგანიცა და მან რომ ეხლა ჩვენ უკვე ვეღარ ვიტყვით იმას რომ აი რო გამოეძახეს რატო არ წავიდა. იმიტომ რომ მან ფაქტიურად იცოდა რომ დაჟიდნენ მას. თუმცა არ წმუნებდნენ რომ არაფერი არ მოხდება და ჩამოდი და ასე შემდეგ და მაგრამ რამდენი ესე იგი თაში გაიხიზნა იმდენი შეესივნენ ის კი ვერ ჩაიგდეს ხელში მაგრამ აიკლეს იქაურობა ყველაფერი მონღოლებს. რამა პრობლემებიც მეტი შეუქმნა. ანუ დაუკავშირდა ოქროს ურდოს და იქიდანაც სადა რაღაცა კონტაქტების გავლენა. სადა, მაგრამ არაფერი რეალური არ გამოუვიდა. ხო და აი 1311 წელს ის გარდაიცვალა, ნუ მანამდე ვახტანგიც იყო მეფე, მე ვახტანგ მესამე, ანუ დემეტრეს ერთ-ერთი შვილი და ნუ ფაქტიურად არაფერი ისეთი. ამას ნიშნავდნენ აი ამ მეფებს, სწორედ ამის ურჩობიდან გამომდინარე, ანუ იმდენად გაბრაზებული იყო მონღოლთა საყაენო რომ უნდათ მეფობა წაერთმიათ მისთვის და დანიშნეს ეს ვახტანგ მესამე, ხო? კი, ვახტანგ მესამე. და გიორგი ბრწყინვალესაც აქვს პატარა ეპიზოდი, ხო? რომელიც მცირეწლოვანი დანიშნეს და მაგრამ ჯერ არის ხომერი სრულფასოვანი. ხო, და მე ხელმეორედ მოხდა მისი კურთხევა და აი მანამდე 1311 წელს გარდაიცვალა დავითი და ერთი უნიკალური წყარო არსებობს. ეს არის ბაჩკოვოს, ანუ პეტრიწონის ხატის წარწერა. ძალიან საინტერესო წარწერა, რომელშიც წერია, რომ ეს არის 1311 წელს, არის ბერძნულათაც მოყვანილი, ქართულათაც და ქორონიკონითაც და დასაბამიდან ქვეყნითაც. იგი ზუსტად არის აღნიშნული, ძალიან ისეთი
ეგნატეს ძე ორი ძმა ჭედავს ამ ხატს, ეხლაც არის იმაში ბაჩკოვოში, ანუ პეტრიწონში და იქ წერია, რომ ჩვენ ეს მოვჭედეთ ეს ღვთისმშობლის ხატი, ოდიჰიტრია როგორც ეძახიან მას ვედრების ხატი. ოდეს ქართლს უწევს, ანუ საქართველოში მეფობაში იყვნენ, ანუ მეფობდნენ კონსტანტინე და დიმიტრი. აი ეს დიმიტრი არის ძალიან საინტერესო, რომ კონსტანტინე დასავლეთ საქართველოში, მაგრამ აღმოსავლეთსაც ხო შეეხებოდნენ, რახანი ასე ზუსტად იცოდნენ ყველაფერი და ისტორიული მიდრეკილების იყვნენ პირდაპირ ეს ძმები, ეგნატეს ძეები. ეს დემეტრე, ფიქრობ, ეს არის ვახტანგის ერთ-ერთ შვილს ერქვა დემეტრე, რომელსაც ვახტანგმა მერე მისგან წაღებული დმანისი დაიბრუნა და აი ამ დმანისში იჯდა დემეტრე. და როგორც ჩანს 1311 წელს ზუსტად ეს დემეტრე იყო, რომელიც მეფეთ აკურთხეს, იმიტომ რომ რაღაც მოლაპარაკებები ბოლო წლებში მიდიოდა დავითსა და მონღოლებს შორის. და ამგვარად როგორც ჩანს აი ამ წყარომ დააფიქსირა ეს ერთი მცირე მომენტი, რადგან ცოტა ხანი იყო ალბათ ძალიან მეფეთ ეს დემეტრე, მესამე შეიძლება ასე უწოდოთ და აი ამ წყაროდან ჩვენ შეგვიძლია ეს დასკვნა გამოვიტანოთ. თავის პირველად ეს გამოაქვეყნა აკაკი შანიძე, მაგრამ ის ამბობს არ ვიცი, ალბათ თანა მეფე იყო ალბათო იმისიო დასავლეთ საქართველოს მეფისო, მაგრამ იმას არ ყავდა შვილი და იმიტომ იყო ეს ბრძოლა, ესა ყოველთვის ცნობილია, რომ კონსტანტინე და მიქელი ერთმანეთს ებრძოდნენ, რაც კი შეიძლებოდა მთელი სიცოცხლე და ამგვარად შვილები ერთის არ ყავდა და ამიტომ არ არის ეს სწორი, რომ ის ამბობს კიდევაც, რომ მე ვამბობ შესაძლოა, რადგან არ ვიცი ზუსტად ვინ არის ეს დემეტრე და აი შესაძლოა სწორედ დემეტრე იყოს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც 1311 წელს მეფეთ ცნეს, მაგრამ ძალიან ცოტა ხანი და ამიტომ ჟამთაღწერელიც არ ახსენებს მას, იმიტომ რომ ძალიან მცირე ხანი იყო და არაფერს არ წარმოადგენდა რეალურად, მაგრამ რახან დემეტრე გარკვევით წერია იმ ჭედურ ხატზე, ამგვარად არა 1311 წელს დემეტრე კარგახანია უკვე დაჟილია, ეს მოხდა ის მაშინ არ გვითქვია, რომ 1299 წლის 12 მარტს. ხო და ესე იგი 12 მარტი უწერია ჟამთაღწერელს 1299 წელი პირველად ვახუშტიმ გამოიანგარიშა, რომ ეს არის 1299 წელი. ამგვარად აი ასეთი მრავალმეფიანობის, რომ მრავალი მეფე იყო ერთად აღიარებული მონღოლების მიერ, აი ასეთ პირობებში გახდა გიორგი ბრწყინვალე და გიორგი მცირე, ანუ ეს იყო იმისი ეს შვილი იყო ამ დავითისა, დავითის კი არა, დემეტრეს. და აი ამ ესე იგი მოხდა ისე, რომ ერთად აღმოჩნდნენ ტახტზე თავიდან გიორგი ბრწყინვალე და გიორგი მცირე, მაგრამ გიორგი მცირე, ფაქტიურად არაფერი არ გაუკეთებია, არ ჩანს ყოველ შემთხვევაში და ამ დროს, როდესაც ამბობს ეს ჟამთაღწერელი და იწყო მთიებმან აღმოჭვირვებად და მე ენა ვერ მიზრავს საკვირველისა და საშინელისა თქმად. აი ამაზე მთავრდება ჟამთაღწერლის ტექსტი. ეხლა მას ნამდვილად წინასწარ აქვს მოცემული, რომ აი მონღოლების დროიდან და ისე იგი ოსები განდევნა გიორგი ბრწყინვალემ, დაიმორჩილა სამცხე და დამოუკიდებლობაც, იმიტომ რომ ესეთი ფრაზა აქვს, რომ და აღარა მოგვეცა ძლევა თათართა ზედა ვიდრე ჟამთამდე ჩვენთა. ანუ თავს გულისხმობს გიორგი ბრწყინვალის დროს და აი ჩვენ დრომდე აღარ მოგვეცა გამარჯვება მონღოლებზე და აი ამ დროს კი მოგვეცა გამარჯვება. მაგრამ ეხლა რა მოხდა, რომ ხო მე ენა ვერ მივიძრავს საშინელისა და საკვირველისა თქმად. ეხლა საშინელი დღეს ჩვენ გვესმის მხოლოდ ერთი, რომ აი საშინელი ცუდი, მაგრამ როგორც შევისწავლე ეს სიტყვა შუა საუკუნეებში საშინელი ნიშნავდა საკვირველს, აღმატებულ ხარისხში. აი მაგალითად ხატზე წერია ხატო საშინელო ანჩისაო. უკვე გასაგებია, რომ ეს არ შეიძლება დღევანდელი მნიშვნელობით საშინელი ყოფილიყო. ხო, იმიტომ რომ
ზოგიერთ ისტორიკოსმაც იფიქრა, რომ საშინელი ესე რაღაცა საშინელება მოხდა და ვერ ამბობს და ეს ამბობს, რომ საოცრება იყო გიორგი ბრწყინვალის გამოჩენა. მნიშვნელობითაც ხმარავთ ხანდახან ჩვენ საშინელს, როცა რა მაგ საშინელი მაგარია. დღესაც პატარა გადახვევით შეიძლება მაგრამ მაშინ სპეციალურად ნახე რომ ესე იგი ხატს როცა მიმართავ საშინელო, ესე იგი ამგვარად ეს აღმატებულად აღნიშნავს გიორგი ბრწყინვალის მეფობას და მერე მართლაც ჩვენ შეგვიძლია გარკვეულწილად მასზე უცხოური წყაროებით და ვახუშტის ნაწილობრივ იმიტომ რომ ხამაცი მან ყველაფერი არის ცოტა, მაგრამ ბევრი ზამე, აი მაგალითად მისი გამეფება, რომ 1314 წელს კი არ იყო, არამედ 1318 წელს 5 ჯერ აქვს აღნიშნული თუ მეტჯერ ვახუშტის და თან ამბობს ეს ძველთა ქრონიკონთა შინავ პოვეო, ესე იგი ეს ტყუილად არ წერს ამას. ესე იგი ნახა, ეს იყო გარიგების წიგნი იმერეთსა შინა წერს ის. ესე იგი გარიგების წიგნი შეიძლება ხელმწიფის კარის გარიგებას ჰქონდა ქრონიკალური სია, რომელიც დღეს აღარ არის. და აი იქ წერია თამარიდამ ვიდრე გიორგი ბრწყინვალემდე. ესე იგი იქ იყო ეს ნამდვილად ჩამოწერილი და იქიდან აიღო ვახუშტიმ და ისე კი არ მოიგონა 1340-1346 გიორგის გამეფების წელი. ეს ცალკე თემა. ეს უკვე ახალი გიორგი ბრწყინვალის ეს ცალკე თემა, ეს ცალკე თემა, ამას ცალკე გადაცემა უნდა მივუძღვნათ და ძალიან საინტერესო დისკუსია. ეს არის ეს წიგნი 1999 წელს გამოვეცი გიორგი ბრწყინვალის შესახებ. დიახ, გიორგი ბრწყინვალის შესახებ, ხო? ძირითადი მანდარი ყველაფერი გიორგი ბრწყინვალეზე. არა ჩვეულებრივია. და მე ეხლა უკვე აი მეფეები საქართველოსიო, ესე გამოვიდა ცალკე მეფეებზე. ეხლა 2020 წელს. და იქაც გავიმეორე, რომ ბევრი ახალი დაუმატა იმ წიგნში და ეს იყო ჩემი ფაქტობრივად პირველი წიგნი. და გაკურებულები იყვნენ თვითონ გამომცემლებაშიც, რომ ასეთი ახალგაზრდა ხარცო და წიგნი გიორგი ბრწყინვალეზე როგორ შექმნითო და მანდ არის ძალიან ბევრი უცხოური წყარო, რომელიც მაშინ მოვიძიე და არის ძალიან საინტერესო. გავიცნობთ, ეს უკვე ცალკე თემაა ნამდვილად. ამ წიგნით მოემზადები შემდეგი გადაცემისთვის. მადლობა დიდი ბატონო ვაჟა, მადლობა, ძალიან საინტერესო. დრამდე გიორგი ბრწყინვალით დავამთავრებ ჩვენ ურთიერთობას. კი ბატონო, მადლობა. მეგობრებო, ეს გახდათ გადაცემა ცოდნის არქეოლოგია. მე ირაკლი მაფარიშვილის, სტუმარი ვაჟა კიკნაძე. გემშვიდობებით. დავაჭიროთ.